ღამე მშვიდობისა ბავშვებო, დღეს არის 77 დღე წიგნის კითხვის და დღეს ლეო ლიონის დასურათებულ და შექმნილ წიგნს წაიკითხავთ, რომელსაც სახელად ჰქვია ტიკო და ოქროს ფრთები. დავიწყოთ. ბევრი წლის წინათ ვიცნობდი ერთ პატარა ჩიტს, რომელსაც სახელად ტიკო ერქვა. დამაჯდებოდა მხარზე და მიყვებოდა ყველაფერს ყვავილების, გვიმრების და მაღალი ხეების შესახებ. ერთ დღესაც ტიკო საკუთარი თავის შესახებაც მიამბო. არ ვიცი როგორ მოხდა ეს, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ფრთები არ მქონდა. სხვა ჩიტებივით მღეროდი და მათსავით დავხტოდი, მაგრამ ფრენა არ შემეძლო. საბედნიეროდ ჩემს მეგობრებს ვუყვარდი. ხიდან ხეზე გადაფრინდებოდნენ და საღამოობით ჩემთვისაც მოჰქონდათ კენკრა და დამწიფებული ხილი, რომელსაც მაღალი ტოტებიდან აგროვებდნენ ხოლმე. ხშირად ვეკითხებოდი ჩემ თავს, რატომ არ შემიძლია ფრენა სხვა ჩიტებივით? რატომ არ შემიძლია, რომ მეც თავისუფლად ვიფრინო ამ უზარმაზრა ლურჯ ცაზე, სოფლებსა და ხეების თავზე? და ვოცნებობდი, რომ მქონოდა ოქროს ფრთები, ძალიან ძლიერი ფრთები, ისეთი, რომელიც დათოვლილ მთის წვერებსაც კი გადამაფრენინებდა. ერთ ზაფხულის ღამესაც რაღაცა ხმაურმა გამომაღვიძაო. უცნაური ჩიტი, მარგალიტივით, რაღაცნაირი ჩამქრალი და მარგალიტის ფერივით ჩემს უკან იდგაო. მე ნატურის ჩიტი ვარო. მითხრა მან, ჩაიფიქრე სურვილი და აუცილებლად აგიხდებაო. მე გამახსნა ჩემი სიზმარი, ჩემი ოცნებები და მთელი ძალით და მთელი მონდომებით ვინატრე, რომ მქონოდა ერთი წყვილი ოქროს ფრთაო. უეცრად რაღაცა სინათლემ ესე გაიელვაო და ჩემს ზურგზე ფრთები გაჩნდა. ოქროს ფრთები, რომელიც მთვარის შუქზე ესე ბზინავდაო. ნატურის ჩიტიც გაქრაო. ძალიან ფრთხილად ჩემი ფრთები ავაქნიეო და გავფრინდი მაღლა. ყველაზე მაღალ ხეზე მაღლაც კი ავფრინდიო. და ზემოდან რომ ვიყურებოდი, ყვავილების ნაჭრები, თითქოს რაღაცა მარკებივით იყო, საფოსტო მარკებივით იყო მთელ სოფელში მოფენილიო, ხოლო მდინარეო ვერცხლის მძივივით იყო მოფენილი თუ რაღაცა გაშლილი მინდვრებს შორისო. ძალიან ბედნიერი ვიყავი და მთელი დღე დავფრინავდიო. მაგრამ შემდეგ, როდესაც მეგობრებმა დამინახეს, ციდან რომ ნელ-ნელა მოვფრინავდიო, წარბები შეჭმუხნეს, უკმაყოფილო სახე მიიღეს და მითხრეს. ეხა ფიქრობ, რომ შენ ჩვენზე უკეთესი ხარ, არა? ამ შენი ოქროს ფრთებითო. შენ ხო სხვანაირი გინდოდა ყოფილიყავი. და მეტი არაფერი უთქვამთ, გაფრინდნენო. ვიცი, რატომ წავიდნენ? რატომ იყვნენ გაფრაზებულები? ცუდია, რომ სხვანაირი და განსხვავებული იყო? შემეძლო არწივივით ამ სიმაღლეებზე მეფრინაო. ჩემი ფრთები ყველაზე ლამაზი ფრთები იყო მთელ სამყაროშიო. მაგრამ მეგობრებმა დამტოვეს და
თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდიო. ერთ დღესაც ჩემი ქოხის წინ ერთი მამაკაცი იჯდაო. ის კალათებს ამზადებდა და მის გარშემო კალათები იყო. მის თვალებში ცრემლები დავინახე. მივფრინდი ერთ-ერთ ყველაზე ახლო ტოტთან, რომ მასთან ლაპარაკი შემძლებოდა. რატომ ხარ ცევდიანი? ვიკითხე მე. პატარა ჩიტო, ჩემი შვილი ავადარის, მე კი ღარიბი ვარ. არ შემიძლია წამლების ყიდვა, რომელიც იმ წამლების ყიდვა, რომელიც მას გამოაჯამრთელებს. მე როგორ დავეხმარო? ვიფიქრე და უეცრად პასუხიც მომივიდა. მე თქვენ ჩემს ერთ-ერთ ბუმბულს ბრთას მოგცემთ. ერთ-ერთ ბუმბულს მოგცემთ. მადლობა, როგორ გადაგიხადოთ, მითხრა ღარიბმა კაცმა ღიმილით. თქვენ ჩემი შვილის სიცოცხლე გადაარჩინეთ. მაგრამ შეხედეთ, თქვენი ბრთა? იქ, სადაც ერთი ოქროსფერი ბუმბული იყო, უეცრად იმ ადგილას ნამდვილი შავი ბუმბული, აბრეშუმივით რბილი ბუმბული გაჩნდა. იმ დღიდან ნელა-ნელა, ცოტა-ცოტა, ჩემს ოქროს ბუმბულებს გავცემდიო და იმის ადგილას შავი ბუმბულები ჩნდებოდაო. ძალიან ბევრი საჩუქარი ვიყიდე, მაგალითად ვიყიდე 3 მარიონეტი, ღარიბი მარიონეტის თოჯინების მეთოჯინესთვისო. ვიყიდე სართავი თითისტარი, რათა მოხუცმა ქალმა საკუთარი ტანსაცმლისთვის და ასეთი შალისთვის ძაფირო დაერთო. ვიყიდე მეთევზისთვის კომპასი, რომელიც ზღვაში დაიკარგაო. და როდესაც ბოლოს ჩემი ოქროს ბუმბული ულამაზეს პატარძალს მივეციო, ჩემი ბრთები ინდური მელანივით შავი გახდაო. გავფრინდი მაღალ ხეზე, სადაც ჩემი მეგობრები იკრიბებიან ხოლმე ღამღამობით. ნეტავ მიმიხებენ. სიხარულისგან აჭიკჭიკდნენ. ახლა ზუსტად ჩვენნაირი ხარ, მითხრეს მათ. და ახლოს ერთმანეთს მივეკარეთ. მაგრამ იმდენად ბედნიერი და აქსნებული და აღტკინებული ვიყავი, რომ დაძინება ვერ მოვახერხეო. გამახსენდა კალათის დამამზადებლის შვილი, ვაჟიშვილიო, მოხუცი ქალიო, თოჯინების მეთოჯინეო და ყველა ის, ვისაც ჩემი ბუმბულებით დავეხმარეო. მე გავიფიქრე, ახლა ჩემი ბრთებით შავია და მაინც მე არ გავარჩია მეგობრებს. ჩვენ ყველანი სხვადასხვანაირები და განსხვავებულები ვართ. ყველას ჩვენი საკუთარი მოგონებები გვაქვს და ჩვენი საკუთარი უხილავი ოქროს ოცნებებია. დასასრული. მართლა. ყველას ჩვენი საკუთარი გამოცდილებები გვაქვს. შენ რაც რო გაატარე, შენს მშობელთან, დედიკოსთან, მამიკოსთან, შენ მეგობრებთან. ის რაღაცები, რაც მგზავრობის დროს აღმოაჩინე და სხვა ვერ შეამჩნია. ვიღაცა რო გაგიღიმებს და შენც რო გაუღიმებ, ვიღაცას რო დაეხმარები და ეგ შენია ყველაფერი. და ეგ განგვასხვავებს ასევე ერთმანეთისგან. არა მარტო ის, როგორ გამოვიყურებით, ხო? შეიძლება სხვანაირები ვიყოთ, შეიძლება ერთნაირები გქონდეს რაღაც. მაგრამ ის, რაც გამოვცადეთ, არის ჩვენი და ამას ვერასოდეს დავკარგავთ. და ეს არის ძალიან ლამაზი. ეს იყო და ეს